მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე მინდა რომ განვიხილო ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა. ეს არის სულიერება და თანამედროვე სამყაროში როგორ შეიძლება რომ ჩვენი სული განვავითაროთ, გავხდეთ საკუთარი თავის უზენაესი ვერსია, ისე რომ თან მატერიალურ პლანზეც არ გაგვიჭირდეს თვით დამკვიდრება. პირველი სტერეოტიპი, რაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ და მივხვდეთ რომ ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის ის რომ სულიერად განვითარებული ადამიანი მაინც არანაირად არ უნდა ფიქრობდეს მატერიალურ კეთილდღეობაზე და იმაზე რომ დაემკვიდროს თავი ამ სოციუმში. ეს ესე არ არის მეგობრებო. ვინაიდან ამ სამყაროში სულის განვითარება ხდება ეგრეთ წოდებული მერკაბას პრინციპით. წარმოვიდგინოთ ესე იგი ეს ორი სამკუთხედი, ერთი მოკლედ რომელიც ქვემოთ ვიწროვდება და მეორე რომელიც პირიქით ზემოთ ვიწროვდება და ადის. ამ შემთხვევაში ეს არის სიმბოლო ადამიანის სულიერი განვითარების ორი გზის, რომელიც ყველამ უნდა გავიაროთ რეალურად. კერძოდ როდესაც ვიწროვდება ქვემოთ, ეს არის სიმბოლო, როგორ ჩვენ ვმიწდებით და მატერიალურ პლანზე ვაღწევთ წარმატებებს და როდესაც ის ადის ზემოთ, ხო, ფიგურა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვსხივოსნდებით. ანუ რეალურად ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი როგორც სულიერ პლანზე უნდა იყოს განვითარებული და იფიქროს თავისი სულის მოთხოვნილებებზე. ამავდროულად მან არ უნდა უარყოს თავისი ხორციელი მოთხოვნილებები. ეს ორივე ბალანსში უნდა იყოს, მოკლედ, იდეალურად დაბალანსებული და გასხივოსნებული ადამიანის ფიგურა, ასე ვთქვათ, არის არა ადამიანი, რომელიც მუდმივად მხოლოდ კარიერაზე და მატერიალურზე ფიქრობს და უშუალოდ და საერთოდ არ აინტერესებს თავისი სულიერი მოთხოვნილებები, არც ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს მატერიალურად და მატერიალურზე არ ფიქრობს და არ აქვს გათვალისწინებული თავისი ხორციელი მოთხოვნილებები და მხოლოდ გადასულია ფანატიკურ სულიერებაში, ხო? ეს არის ჯანმრთელი ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ამავდროულად გამთლიანებული ადამიანის ტიპაჟი, ხო, რასაც ახლა განვიხილავ. ეს არის ადამიანი, რომელიც თან სულიერად ვითარდება, მაგრამ ამავდროულად არანაირად არ უარყოფს თავის ხორციელ მოთხოვნილებებს და მატერიალურ პლანზეც მას აქვს გარკვეული წარმატება და თავის ხორციელ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებს და სულიერსაც, ხო? ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს ხოლმე გაბუქება და თქმა რომ ეს შავია, ეს თეთრია, მაგრამ რეალურად აი თუნდაც ფენშუის პრინციპი ახლა რო ავიღოთ, ხო? ფენშუის პრინციპი რა არის, რომ შავში თეთრია და თეთრში შავიაო, ხო? რა თქმა უნდა, აქ ინის და იანის პრინციპიც ახო ეს ქალური ენერგიები და კაცურიც, რაც ამავდროულად საერთოდ სხვა ვიდეოს თემა და მაგაზე მე ცალკე ჩავწერ ვიდეოს თუ დაპლუსდებით და თუ დაგაინტერესებთ. თავარი რა ამრისი თქმაც მინდა ამ ვიდეოში ეს არის ის, რომ ყოველთვის უნდა ვეძიოთ ბალანსი, მეგობრებო. და როგორც გვასწავლის აღმოსავლური მისტიციზმი, ყველაფერი კარგში არის რაღაცა ცუდი და ყველაფერი ცუდში არის რაღაც კარგი. ხო, ანუ ყველაფერს აქვს თავის ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა რომ პიროვნულად გავმთლიანდეთ, დავაიგნოროთ ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებები და ჩვენი ეგო თუნდაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გასხივოსნდებით. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენს თავთან მეგობრობა და თქვენს თავს ვერ დაუმეგობრდებით, თქვენს ეგოს თუ არ მიიღებთ, თქვენს სულის მოთხოვნილებებს თუ არ გაითვალისწინებთ, ხო? შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თუ ჩვენ გვინდა პიროვნული გამთლიანება, აუცილებელია რომ ვისწავლოთ აი ამ ჩვენს ჩრდილოვან მხარეებთან არა ბრძოლა, არამედ დამეგობრება ამ ჩრდილოვანი მხარეების და ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება ან დაბალანსება. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო საკითხია და დღეს ძალიან მომინდა აი ამ თემის განხილვა, იმიტომ რომ უამრავი სტერეოტიპი არსებობს იმის თაობაზე, რომ თუ სულიერად განვითარებული ხარ, აუცილებლად მორჩა, უნდა უარი თქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე. არა, ეს ასე არ არის, მეგობრებო. სადაც ბალანსი ირღვევა, იქ ვერ იქნება მთლიანობა. შესაბამისად, ეს მერკაბას პრინციპი ყოველთვის გაიხსენეთ ხოლმე, რომ ადამიანი იდეალურ ბალანსში, ხო, აი თუნდაც ჯვარი, ჯვრის სიმბოლო, იდეალურ ბალანსში როდის ვართ? როდესაც ვართ თან ზემოთ წასული, გასხივოსნებული, ანუ ვითარდებით, აი როგორც
არა მხოლოდ მერიდიანული პრინციპით, ხო, არამედ ვერტიკალურადაც, ანუ ზემოთ ავდივართ, ანუ მსხივოსნებით. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო საკითხია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გირჩევთ გააზიაროთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და მეტი დაფიქრდეს იმაზე, თუ რა არის ნამდვილი სულიერება, არა ფანატიკური სულიერება, არამედ ნამდვილი სულიერება, რომელიც რეალურად ჩვენ არ გვზღუდავს და უბრალოდ სწორ გეზს გვაძლევს ცხოვრებაში და გვეუბნება, იყავი ის რაც ხარ, ნუ შეეზღუდავ შენს თავს, უბრალოდ იცოდე, რომ სულს აქვს თავის მოთხოვნილებები და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მოკლედ. იმედი მაქვს გასაგებად ავხსენი, მეგობრებო, გამეხარდება თუ დალაიქებთ ამ ვიდეოს, გააზიარებთ და ამოძრავოთ კომენტარებში დაწერთ თქვენს აზრს. მე კი გისურვებთ ყველას პიროვნულ გამთლიანებას და შინაგანი ჰარმონიის პოვნას.